ხის სხვა თემებით გამოგზავნებთ გამოშვებას. მაღალი ტემპერატურა, თავბრუსხვევა, სისხლჩაქცევები, ეს ყირიმ კონგოს სიმპტომებია. ინფიცირებულთა დიდ ნაწილს მსხვილფეხა რქოსან პირუტყვთან ჰქონდა აქტიური შეხება. საქართველოში ბოლო 1 წლის განმავლობაში ინფექციის 17 შემთხვევა დაფიქსირდა. არსებობს თუ არა ეპიდემიის აფეთქების საფრთხე, მედიკოსებს თამარ ბუბაშვილი ესაუბრა. ყირიმ კონგოს 17 შემთხვევა და 3 გარდაცვლილი, ასეთია მიმდინარე წლის სტატისტიკური მაჩვენებელი. მიუხედავად ამისა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ შეშფოთების მიზეზი არ არის. დაავადების თავიდან ასაცილებლად კი ჰიგიენური ნორმების დაცვაა საჭირო. გვაქვს თუ არა საქმე ეპიდემიურ აფეთქებასთან? ამ კითხვაზე პაატა იმნაძე ასე პასუხობს. 17 შემთხვევა ყირიმ კონგოსათვის, რომელიც იშვიათი დაავადებაა, რა თქმა უნდა, ბევრი ყირიმ კონგოს ერთი შემთხვევაც ეპიდემიურია, ერთი შემთხვევა. განსაკუთრებული რისკის ქვეშის ადამიანები არიან, რომელთაც პირუტყვთან ხშირი შეხება აქვთ. ინფექცია სისხლით გადადის, დაავადების სიმპტომებია ტემპერატურის მატება, პირღებინება, სისუსტე, ბოლო სტადიაში კი სისხლჩაქცევები. მიმდინარე წელს ყირიმ კონგოს 12 შემთხვევა ხაშურის რაიონში დაფიქსირდა. მომართვიანობა გაიზარდა. ყურადღება ამ ტკიპის კბენის შედეგად ადამიანები უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას. თუ აქამდე ადამიანს უკვენდა ტკიპა და საერთოდ არაფრად არ მიაჩნდა, ეხლა ყველა ყურადღებას აქცევს ამას. ხაშურში ამბობენ, რომ მომართვიანობამ საზოგადოების ინფორმირების გაზრდის მიზეზით იმატა. რაიონის საზოგადოების ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ვირუსის მატარებელი მხოლოდ ერთი სახეობის ტკიპაა. არის ერთი სახეობის ტკიპა ჰიალომა, რომელსაც ეს დაავადება გადააქვს და ტარებელი ამ დაავადების ამ ვირუსის არის რქოსანი პირუტყვი, მღრღნელები, კურდღლები. ყირიმ კონგოს ვირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკა 2009 წლიდან იწყება. ამ დრომდე სულ 32 შემთხვევაა გამოვლენილი.